ის მსოფლიოში ყველაზე მსუქანი კაცი იყო, 500 კგ-ზე მეტ იცონი და როგორ გამოიყურება ის 3 წლის შემდეგ. ამ მექსიკელმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა თავისი უჩვეულო წონის გამო, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია ჩამოთვლილი როგორც პლანეტის ყველაზე მძიმე წონა. ხუანი ბავშვობიდან ებრძოდა წონაში მატებას და ყოველწლიურად სტაბილურად იმატებდა წონაში. 17 წლის ასაკში ის დაახლოებით 200 კგ-ს იწონიდა, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კი მძიმედ დაშავდა, საწოლს მიეჯაჭვა და კიდევ უფრო მოიმატა წონაში. იზოლირებულად და ღრმა დეპრესიით დაავადებულმა ხუანმა ნუგეშისთვის საკვებს მიმართა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. მისმა ისტორიამ ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რის შედეგადაც მისი წონა 550 კგ-ს მიაღწია. მძიმე სიმსუქნემ მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც დიაბეტი და გულის პრობლემები გამოიწვია. ექიმების გუნდი შეიკრიბა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მკურნალობის გზა რთული და ხანგრძლივი იყო. თავდაპირველად კონტროლირებადმა დიეტამ 380 კილოგრამის დაკლებაში დამეხმარა. შემდგომმა კუჭის შემცირების ოპერაციამ, კვების რაციონის მუდმივ ცვლილებებთან ერთად, მისი წონის ნახევარზე მეტი დაიკლო. ხუანი აქტიური ცხოვრების წესისკენაა მიდრეკილი და სრული გამოჯანმრთელებისკენ მიისწრაფვის, რითაც სხვებს შთააგონებს, რომ ყველაზე რთული გამოწვევების დაძლევაც კი შესაძლებელია.